როგორც დაგვიწყდით წინა ვიდეოში, გადავწყვიტა რომ შვილისთვის წაკითხული წიგნის შესახებ ცალკე ვიდეოს ჩავწერ და სანამ ჩემს პატარა ბიჭს სძინავს, მოვასწარე ერთი ვიდეოდან მეორე ვიდეოს ჩაწერამდე მისი მოვლა პატრონობა და დაძინება, მინდა დრო ვიხელთო და გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო მეთოდი, რომელიც შეგიძლიათ თქვენც გამოიყენოთ ბავშვებთან. დაკურებული ვარ, რომ მშობლებს ხშირად გვიჭირს თამაშებისა თუ სხვისი გამოცდილების გაზიარება, რადგან გგონია, რომ არ გამოგვივა ჩვენ სხვა უფრო კარგად ართმევს ამ ყველაფერს თავს. გირჩევთ, რომ ეს შიშები მოიშოროთ და თქვენი შვილებისთვის მსგავს თავგადასავალში ჩაებათ და შექმნათ თქვენი პირადი ისტორია წიგნებთან ერთად. ამგვარად შვილისთვის წაკითხული წიგნი ხელს უწყობს წიგნის წაკითხვის სურვილის გაღვივებას, ბავშვის თვითშეფასებას ამაღლებს. ამით ჩვენ ვაგრძნობინებთ, რომ ის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებულია, ყურადღებას ვანაწილებთ დედმამიშვილებს შორის და დავუვიწყარ საჩუქარს უჩუქნით ცხოვრებაში, ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთს აღვნუსხავთ ამგვარად წიგნის ფურცლებზე და მას ვუტოვებთ მოგონებების სახით. როგორც გითხარით, წინა ვიდეო, ვისაც არ გინახავთ, მოკლედ გეტყვით, რომ ანა კატერინე ვესტლის ავრორაზე კორპუსიდან წავიკითხე ჩემი 11 წლის შვილისთვის. მაშინ, როდესაც ჩემი მესამე შვილი იყო 2 თვის და რომ პირველად რომ წავიკითხე, მახსენდებოდა ჩემი ცხოვრება, ძალიან გავდა ჩემს ცხოვრებას მთავარი პერსონაჟების ცხოვრება. ამავე დროს მთავარი პერსონაჟი იყო დაემთხვა დაახლოებით ასე კი ჩემი გოგოს ასაკს და ქცევითაც ძალიან ჰგავს. თეკლა მეხმარებოდა ლილეს მოვლაში, ზუსტად ისე როგორც ავრორა ეხმარება მამას და საინტერესო იყო ამ თვალსაზრისით, რადგან ბავშვებს ყოველთვის უყვართ, როცა პერსონაჟები თან აიგივებენ საკუთარ თავს. ეს წიგნი არის ერთი ოჯახის ამბავი, რომელმაც შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და კერძო სახლიდან გადავიდა მაღალსართულიან კორპუსში. და ამ სიახლეს ბავშვი უფროსი გოგო ავრორა ძალიან განიცდის, ეშინია ახალი ურთიერთობების გაბმის, ლიფტის, თავს ეძებსა მეგობრებს და ამავე დროს ჩვენ ვეცნობით მის მშობლებს, მამას, რომელიც უვლის პატარა ბიჭს და დედას, რომელიც მუშაობს მამის ნაცვლად. შეცვლილი არის აქ როლები. წიგნი 1966 წელს არის გამოცემული და სტერეოტიპული აზროვნების შეხედულებების მსხვერპლს ემსახურება, რომ როლების შეცვლა, თქვათ, მამაკაცის შინ და ქალი რომ მუშაობდეს და შეთანხმებულად მოქმედებდეს წყვილი, ეს ძალიან სწორი გადაწყვეტილება არის. კიდევ უფრო დაწვრილებით ამ წიგნმა ძალიან ბევრი სასაუბრო თემა მოიტანა და ახლა მოკლედ აღვწერ, რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ შეიძლება მშობელს, ვინც ახლა მისმენთ, დაგეხმაროთ ჩემი გამოცდილება და უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, წაგიკითხავთ ამონარიდებს და ჩემს მინაწერებს. წიგნი არის გადავსებული წარწერებით, აი მთელი წიგნი, ალბათ ძალიან ვრცელი ვიდეო გამოვა, რომ ეს ყოველივე გაგაცნოთ და ამის საჭიროებას ვერც ვხედავ, მაგრამ იმ პირადი მაგალითისთვის რამდენიმეს წაგიკითხავთ. მე ჩამოვწერე თუ რაზე ვამახვილებთ ყურადღებას მინაწერების დროს და წაგიკითხავთ, რომ რამე არ გამორჩეს, რაზე შეგვიძლია გავამახვილოთ ყურადღება. ეს არის პარალელები ჩვენს ცხოვრებასთან, თუ კი წიგნში ვნახავთ მსგავს სიტუაციას, რომელიც ჩვენს რეალობას ესადაგება, ამაზე შეგვიძლია რომ პატარა მინაწერი გავაკეთოთ და დავაფიქროთ ბავშვი. ამავე დროს რჩევები მივცეთ ჩვენ წიგნში ამოკითხული
განსხვავებული თემების შესაბამისად. დაკვირვებები, დავაკვირვოთ სიტუაციებს, ვარაუდები გამოვათქმევინოთ, მივუწეროთ, აი მაგალითად შენ როგორ ფიქრობ, როგორ გაგრძელდება და ასე შემდეგ, ფრაზები გავხაზოთ, საინტერესო მონაკვეთები, ლამაზი წინადადებები, ასევე უცხო სიტყვები, ღირებულებებზე გავამახვილოთ ყურადღება, მაგალითად ის რომ მამა ძალიან სწორ რჩევებს აძლევს ავრორას და ეხმარება რომ სწორად ურთიერთობების აკინძვაში, გაბმაში უფრო სწორად თანატოლებთან და შიშების დაძლევაში. ამავე დროს შეგვიძლია რომ თავისუფალი თემებისთვის იდეები მივაწოდოთ და უთხრათ რომ მოდი ხომ არ დაგვეწერა ამის შესახებ ჩვენ თავისუფალი თემა. წარწერა ყდებზე, დასაწყისში და დასასრულში, ბოლო ყდაზე, თავფურცელზეც და სულ ბოლოს წერთ ჩვენ შთაბეჭდილებებს. ცხადია განსხვავდება მოლოდინი და ვამზადებთ დასაწყის სიტყვაში, ხო? ბავშვს რომ შევიყვანოთ ამ წიგნის სამყაროში, ხოლო ბოლოს უკვე შთაბეჭდილებების გაზიარებისკენ ვუბიძგებთ. ასევე დღის მოკლე ჩანაწერები შეგვიძლია მივაწეროთ, რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში და ამგვარად, როცა დრო გავა, მე ახლა რომ წავიკითხე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ახლა და კიდევ შევაქოთ ბავშვები, მაგალითად ავრორასნაირი ყოჩაღი არის თეკლა და როცა კი მსგავსი ეპიზოდი შემხდებოდა, ყოველთვის ვუმახვილებდი ყურადღებას, რომ შენც ასეთი ყოჩაღი ხარ. სხვა დედმამიშვილებისადმი გული მოვუთბოთ, მაგალითად ესეთი ფრაზა გამოვიყოლეთ ამ წიგნიდან, როგორც ჩვენი ლილე, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, 10 რაზე მიყავს მამას ბავშვი, 2 თვის ბავშვი და მეც ზუსტად იმ დღეს, როცა ეს ამოვიკითხე, ჩემს უფროს გოგონასთან ერთად 10 რაზე მიმყავდა ლილე. და როგორც ჩვენი ლილე, ასე ხშირად ვწერდი, სადაც კი ემთხოვდა იმ სოკრატეს, ავრორას ძმის ქცევები, ჩვენი პატარას ქცევებს. შექება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბავშვებს სჭირდებათ ჩვენგან უპირობო სიყვარული და მუდმივი თანადგომა, დარწმუნება იმაში, რომ ჩვენთვის განსაკუთრებულები და ძალიან ძვირფასები არიან. აი ეს მინდოდა მეთქვა და ახლა კი უკვე კონკრეტულ მაგალითებზე გადავიდეთ. წიგნის დასაწყისში ასეთი წარწერა მაქვს. თეკლა ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, სულ შენზე მეფიქრებოდა. წიგნის მთავარ პერსონაჟს ავრორას ლილეს ტოლი ძამიკო ჰყავს. ისიც ისეთივე მზრუნველი და ყურადღებიანია, როგორც შენ. გადავწყვიტე თავიდან წამეკითხა და წიგნის ფურცლებზე მესაუბრა შენთან. ასე უფრო კარგად გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს. 18 ივნისი 2019 წელი. დილის ყავას ვსვამ, შენ გაბრიელს და ლილეს გძინავთ. გაგიხელდა გეტყვი ამ წიგნში წიგნმა ერთი საოცარი ფრაზა გვაჩუქა, როგორც ჩვენი ლილე. მგონი ბევრი წიგნი არ მოიძებნება, სადაც დავწერდით როგორც ჩვენი ლილე. შემდეგ უკვე ყდაზე ვუმახვილებ ყურადღებას და რაც წერია მახასიათებლებზე, მაგალითად ავტორი მყავს შემოხაზული, აბა დაფიქრდი რა ლამაზი სახელია. ახლა დავფიქრდი ანე, კატერინე. გახსოვს სნიკერსი რომ მოგაგებინა ამ ზმ და შენმა დაკურვებულობამ, ეს აღარ მახსოვს რა ხდებოდა. მართალი რომ გითხრათ. კიდევ ერთ ავტორს ვიცნობთ მე და შენ ნორვეგიულიდან თარგმნა, ასე არის ნორვეგიული მაქვს შემოხაზული, მარია ფარი, ისიც ნორვეგიულია. და უკვე აი ამ ყდაზე, უკვე ასეთი რაღაცები მაქვს მიწერილი. თარგმნელი ყოველთვის დააკვირდი თარგმნელებს და მადლობა გაუგზავნე გულში. ყდის დიზაინერის ირგვლივი გასწვრივ მიწერია. გახსოვს ყდის დიზაინზე, პრეზენტაციაზე რომ ისაუბრე. ყოველთვის ვაკვირდები, როგორ იწერება ორიგინალ ენაზე სათაურები და ავტორები. შემოხაზული მაქვს აი ეს ორიგინალ ენაზე როგორც იწერება. და ეს წიგნი მაშინ დაწერილა, როცა დაბადებული არც ვიყავი. მოვიძიოთ რა მოხდა ამ წელს განსაკუთრებული. შინა არსი მაქვს გამოყოფილი და რა საინტერესო სიტყვა ყოფილა შინ
შემოხაზული მაქვს და არსი მაქვს შემოხაზული. სადღაც შორს თითქმის ზეცაში რა კარგი სათაურია. მოკლედ სამურავები ეს სიტყვა პირველად გავიგე მეთქი, იყო და არა იყო რა ზღაპარივით იწყება. რა კარგი დასაწყისია. თეკო მარისი ბებოს მოაყოლა როგორ შენდებოდა მუხიანის კორპუსები. მოდი თავისუფალი თემა დავწეროთ სახელად ხის ფიქრები. მგონი იმოდენა სახლებს ააშენებენ წელამდე მოგწდებიანო ფიქრობდნენ ხეები, აი აქედან გამომდინარე დამიწერია. როგორც ჩვენს მეორე კორპუსში შემდეგ უკვე რაღაც საინტერესო შემოგვაპარა მწერალმა, იმიტომ რომ აქ წერია თითო ქალბატონს თითო ეტლი მოჰყავდა, მხოლოდ ერთი კაცი იყო ისეთი, რომელსაც კაცი ეტლი იყო, ისეთი, რომელსაც კაცი მოაგორებდა. მოკლედ ხო კიდევ ჩვენი ლილე რომ მაცრაზე წავიყვანეთ, თვალს აპარებდა, ეჭვის თვალი, ცხვირები აიბზუეს, სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ასეთი ფრაზეოლოგიზმები მაქვს ამოწერილი. კითხვა მაქვს დასმული, შენი აზრით რატომ? ეს წიგნი 2 კვირის წინ წავიკითხე, როცა ლილე 8 კვირის იყო, ბავშვიც 8 კვირის არის აქ. მოკლედ ყველას უხარია ყურადღების გამოვლენა, როგორც ჩვენი ლილე. ხშირად მიწერია ასე, როგორც ჩვენი ლილე და აქ მიწერია, რომ 61 სანტიმეტრი, 7 კილო და 50 გრამი არის ახლა მეთქი, რადგან ავრორას დამიკოც აწონა ექიმმა, ეს ილუსტრაციაც არის. ნეტავ რა ჩასჩურჩულა ავრორას მედდამ, მოხერხებული გოგო ჩანს შენსავით. შემდეგ თეკლა გუშინ ძალიან გვაკლდი აცრაზე, მეორედ რომ წავიყვანი არ მყავდა თეკლათან, ლილესაც გაუმართლა შენ რომ ჰყავხარ. შემდეგ მამა ესე უკეთებდა ავრორა სოკრატეს ბზ და ასე აჩერებდა, მეც ვცადე მეთქი, მაგრამ არ მოეწონა. მეთქი ასეთი რაღაც მაქვს მიწერილი, როგორი ჭორიკნები არიან ვიღაცებზე, პერსონაჟებზე, რომლებიც კიცხავდნენ მამას, როგორი მოხერხებულია ავრორა. ავრორა შენ გგავს, შენ მახსენდები. როგორც ჩვენ ლიფტზე მაქვს შემოხაზული, ჩვენც ხომ არ დავამზადოთ აბრა. პალტო თვითონ მიაკერაო მამამ და ყოჩაღი მამიკო მეთქი, დაკურებული ხარ, მოდი ყოველთვის ახლის დასაწყისი რომ არის, ალბათ ძალიან გაინტერესებს როგორ ცხოვრობს ავრორა. შენ თუ გიგრძნიან როდის ღელავს მამა. რა ყოჩაღია, ცივი ქარი შეეფეთათ, ეს მაქვს შემოხაზული და მიწერია რა ლამაზია. როგორი ტაქტიანია ავრორა. იცი რას ნიშნავს ტაქტი, მოდი ჩემთან და აგიხსნი. შემდეგ ავრორას ახალი გარემო აშინებს. ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, ასე მაქვს ამოწერილი ფრაზა. შემდეგ ხო, სიტყვებმა ჩვენს დიდ კორპუსზე დამაფიქრა. კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ჩვენი უბანი. ძალიან სწორად აზროვნებს, შენ რას ფიქრობ? მამა ეუბნება ასეთ რამეს, რომ მალე ყველას გაიცნობთ და ნახავთ, რომ ეს კორპუსი თითქმის მთელ სამყაროს მოიცავს. აქ სხვადასხვა კუთხიდან მოსული ხალხი ცხოვრობს. ზოგი კეთილია, ზოგს კი ისეთი რთული და მძიმე ცხოვრება აქვს გამოვლილი, რომ თავადაც დამძიმებულია. ზოგი იმ ადგილს მისტირი, საიდანაც გადმოვიდა, ზოგი კი ახალ ადგილას გადასვლაზე ოცნებობს. მოკლედ ყველას თავის დარდი აქვს. ასე აუხსნის ადამიანების შესახებ მამას ავრორას მამა. ავრორას მამა ჩემს თავს მაგონებს მეთქი, ჭკვიანი მშობლები ყავს ავრორას. ჩვენც ხშირად გქონია ასეთი დიალოგი, რა კარგი ადამიანია მეთქი. შენ თუ გქონია მსგავსი განცდები, როგორც შენ იწვენ ლილეს, რა ლამაზი წინადადებაა. ახალ გარემოში მოხვედრისას ყველას აინტერესებს ვინ ხარ. შემდეგ ეს სულ მაინტერესებდა, ეს ხო ბიჭს რომ იცნობს. შემდეგ მამა ნამდვილად ჭკვიანი იყო, როგორც ზვიო. თეკლას მამაზე ვწერ, როგორც ჩვენ, როგორც შენ და გაბო, თუხთუხით ეს სიტყვა მაქვს შემოხაზული და ლივლივებენ. ავრორას შესწივდა, სადაც ცალფეხზე დამდგარიყო, მერე კი ჩიტივით აეკეთა და გაეთბო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. აბა შენც ცადე. რა კარგია სიხარულის ასეთი განცდა რომ შეუძლია.
მერე ქუდი მოიგლიჯა და ჰაერში ააფრიალა ავრორამ სიხარულისგან. როგორი შეგნებულია დედა, ასეთი რაღაც მიწერია. მოშიშული ხორცი და შოკოლადის პუდინგი გვექნება, გუშინ რომ იყიდე, მამა ამბობს და თავაზობ რომ მოდი ჩვენც გავაკეთოთ მეთქი. თეკლა ეს წიგნი ძალიან ჰგავს ჩვენს ცხოვრებას, გული მithბება. რა ყოჩაღი გოგო ხარ, მოეფერა დედა და აქ მაქვს მიწერილი როგორც შენ. მეც მინდა მანქანის ტარება ვიცოდე, ავრორას დედა ატარებს. მამას უნდა ვთხოვოთ სახლის საქმეებში დაგვეხმაროს ხოლმე, იმიტომ რომ ჭურჭელი ავრორამ და მამამ დაარეცხეს, დედა ილუკვებოდა და დროდადრო ამთქნარებდა დაღლილი დედა და მამა ფუსფუსებდა. როგორ იღლება დედა, თეკო დაკურებული ხარ, რამდენს მუშაობენ ადამიანები. ბიჭიც გამოჩნდა. აბა ვინ გაგახსენდა? თეკო, აბა როგორ მოგწონს ავრორას ოჯახი? მათი ცხოვრება ყველაზე მეტად რა მოგწონს? როგორ ფიქრობ, კნურესთან მოაგვარებს ურთიერთობას? გამომყევი. ახლა წერილს გწერ, გვიანი ღამეა, გაბრიელი ლაქლაქებს და თან ვეშაპივით ამთქნარებს. ღია ფანჯრიდან ქუჩის ხმაური ისმის. მთვარე კარაქის ფერია, მიყვარხართ. გაბრიელი ყვავილებს რომ ყიდდა, ეგ გამახსენდა. მაცივარიც გაჭირვებით ვიყიდეთ, როგორც ჩვენ მეთქი, დარაბები, რავამაზი სიტყვა. სადარბაზო დაეთვალიერებინა, ვინმეს რომ დაეთვალიერებინა, იფიქრებდა დედა ზარმაცია, ან არ კადრულობსო და დრო არ ქონდა რომ დაელაგებინა. მგონი ჩემზეც ასე ფიქრობენ მეზობლები მეთქი. მეც ხომ ვიძინებ სამსახურის მერე. რა კარგი ქალი ჩანს. ჩვენც ხომ ვიმშვიდებთ თავს. ავრორას საქციელი მისაბაძია ჩემთვისაც, ძალიან ზრუნველია მეთქი. მოციონი ახალი სიტყვა მაქვს და სკოლიოშია მითითებული რომ სამედიცინო ტერმინი გასეირნებას ნიშნავს. ავრორა კეთილ ადამიანებს ეძებს. მგონი ყველა ასე ვართ. მეთქი მართლა ასია, ასეთი ფრაზა მაქვს გახაზული, ამაზე არ იდარდო ზოგს გონი ყველაფერი იცის. სინამდვილეში კი არაფერი გაიგება, ხო არ გამეთიშა ეს. ჩვენც უნდა მოვამზადოთ ყავა, ავრორა თქვა მამამ, დედას რაც შეიძლება ნაკლები საზრუნავი უნდა დავუტოვოთ. აბა რა, მამას წავაკითხოთ მეთქი. ტირილი ტოპენი და მშვენიერი ხედი მოჩანს. აღნიშნა დედამ, რომელიც ყავის ფინჯნით ხელში ფანჯარასთან იდგა. რა კარგია ყავა მომინდა. აბა რა გაგახსენდა დააკვირდი. ტირილი ტოპენი არის დედამამა და რვა ბავშვი, იქ ცხოვრობს ეს ოჯახი. რა კარგი ხალხია. შენ ხომ მოგწონს ჩვენი ბავშვობა. ერთმანეთს ეხმარებიან როგორც ჩვენ. პატარა უკარგეს გოგოებს ყურადღება სჭირდებათ. ჩვენც რომ გავრეცხავთ ჩემი ბების ხალიჩას, წამოვწვეთ ხოლმე დედა ხალიჩაზე წვება სამსახურის მერე ავრორასთან ერთად და ესაუბრება. ხო, აი ეს მინდა წაგიკითხოთ, დედის შესახებ იხსენებს ავრორას დედა. ის სკამზე იჯდა და კერავდა ხოლმე, რომ დაბნელდებოდა, კერვას თავს ანებებდა, მაგრამ შუქს მაინც არ ანთებდა და ფანჯრიდან იხედებოდა. ამ მომენტს ბინდის წუთებს უწოდებდა. ქურაში ცეცხლი გვენთო და მოცეკვავე, ალს ვუყურებდით ხოლმე. გეგონებოდა შიგ მთელი დღე იწვისო და რა საოცარია, ასეთი ფრაზა მაქვს მიწერილი. ღამის სანათია ანთო ავრორამ და შენც უნდა გიყიდო და მართლაც უყიდე. ნეტა შენ თუ ფიქრობ სხვა ბავშვებზე. ახლა ყველას გძინავთ, გარეთ წვიმს, ფანჯარა ღია, ქარი ფარდას არხებს. გახსოვს ბათუმში გემით რომ გავისეირნეთ. საინტერესოა ჩვენც რომ შევადგინოთ გეგმა როგორი გამოვა. რა კარგ რჩევებს აძლევენ მშობლები. მხოლოდ იმისი გეშინია, იმიტომ გეშინია მისი, რომ ჯერ არ იცნობ, ეუბნება დედა ერთ-ერთი ბიჭის შესახებ. ხო, ძალიან ახლა ყავა დავლია მეთქი, ძალიან მიყვარს ეს ამბავი პერიკლეს შესახებ. ამ სამყაროში ყოველთვის მოიძებნება ისეთი ხალხი, რომელსაც ჩხუბისა და აურზაურის ატეხა სურს. შემდეგ, შენ თუ შეგიძლია უარი თქვა თამაშზე, რომელიც არ მოგწონს, მაგრამ დანარჩენები გთავაზობენ. ვისაც რა უნდა ის იკითხოსო, მამა ამბობს და რა თქმა უნდა მეთქი. როგორც წესი, ნებისმიერი ნაცნობა კარგად მთავრდება, შენ რას ფიქრობ? ასეთ კითხვას ვსვამ.
ადამიანი უცნაური არსებები არიან. ჩვენი სიცოცხლის განმავლობაში უამრავი საოცარი თავგადასავალი გადაგვხდება ხოლმე და ბევრ თავსატეხსა და საფიქრალს გვიჩენს. რა კარგი რჩევაა ახალი ადამიანების გაცნობას დიდი დრო უნდა. აი მაგალითად ავიღოთ ჩვენი корпуსი, რამდენი ადამიანია, რამდენი საოცარი და განმარტებები შენ ხომ გჭირდება მსგავსი თემების განხილვისას. როგორ ფიქრობ, შიში გვაერთიანებს? სიტყვა ბევრთან არსებითი სახელი მრავლობით რიცხვში დაისმის. შემდეგ. სხვისი ჩხუბის დროს მეც უხერხულად ვგრძნობ თავს. გინდა იცი შენი სახელი რას ნიშნავს? რა ლამაზი დიალოგია. ყველას რაღაცის ეშინია, შენ რისი გეშინია. რა კარგია სოკრატეს დიდივით რომ ესაუბრებიან. რა კარგი იქნებოდა ჩვენს უბანშიც რომ იყოს წიგნის მაღაზია. მეც ხშირად ვდგები ხოლმე ამგვარი რეალობის წინაშე მეთქი მამამ უთხრა რომ ამაზე უარეს ვერაფერს იტყოდი, თუმცა დღეს მეც მაინც ვეღარ წავიკითხავო და საყიდლებს როგორმე გავართმევთ თავსო. ავრორა უდრის თეკლას მეთქი ასეთი რაღაც მაქვს მიწერილი. დანაშაულის აღიარება ძალიან ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. რა საყვარელია მამა, უკარგესია რომ ვიღაც გექომაგება. არა უშავს, მიყვარს ეს ფრაზა. ჰარმონია, ბედნიერება. თეკლა მე ჩვენი უბნელი ნატალი გამახსენდა მეთქი ამ ილუსტრაციაზე მივუთითე გულისხმერი ადამიანი ვარსკვლავით ანათებს სამყაროს. შენ ვინ გაგახსენდა? ეს ფრაზა მაქვს მიწერილი. მამას ყავა დაეფანტება მაღაზიაში და ერთი მოხუცი ქალი დაეხმარება ყველაფერში. ეს წარწერა მიყვარს ძალიან. ახლა დილა, ლილე ჩემ გვერდით ფართხალებს. მე და გაბურო წიქარაში მერცხალზე რომ არის ლექსი, იმას ვკითხულობ და ზეპირად სწავლას ვცდილობთ მეთქი. ადამიანებს ერთმანეთზე მცდარი წარმოდგენები გვაქვს ხოლმე და შენი კარადა გამახსენდა მეთქი ესეთი ნახატი მაქვს. შენც გრძნობ ჩემი ყავის სურნელს. როცა თავს ცუდად ვგრძნობ, მეგობრის დანახვა წამალივითაა. ადამიანები ჩვენზე გავლენას ახდენენ, ასეთ ადამიანებს უნდა გაშორდე. ამიტომ მოუნდა ავრორას სახლში ჭორიკნები მეთქი. სახლში წასვლა ჭკვიანი გოგოა მეთქი. ძალიან ცუდად აგრძნობინებენ მეგობრის დედები თავს. როგორ გგავს ავრორა? ავრორა ამ ამბავზე არ იდარდო, აზრი არ აქვს იმათზე გაბრაზებას, ვისაც საქმის არსი არ ესმის. ცოტა არ იყოს მეცოდებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვის საქმეში ცხვირს ყოფენ, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი ცხოვრება გაიხალისონ და საუკეთესო რჩევაა მეთქი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, მე სოკრატე და მამა და შენ და მეტირება, აქ ესე მაქვს მიწერილი. მეც ასე ვეძებდი კეთილ ადამიანებს ბავშვობაში, ახლაც ვეძებ და საბედნიეროდ პოულობ. როგორ გავს ჩვენი ცხოვრებას? შემდეგ ადრე მართლა ძალიან წვალობდნენ ადამიანები. უნდა გიამბო დეიდა ჩემი ნაირას შესახებ, შეჩვევა შიშს მართლაც აქრობს, აი აუზში სუნთქვა რომ არ მყოფნის, ხომ გეშინო და ყოფნის და მერე შეეჩვიე. ამას და დაამარცხე შიში მეთქი ასეთი რაღაც მაქვს მიწერილი. და დასასრულს გეტყვით რომ ბოლოს წაგიკითხავთ ძალიან საყვარელი წარწერებია და ბოლოს მაქვს მიწერილი ასეთი რამ. თეკლა, ესეც ასე დამთავრდა მსოფლიოში ყველაზე კეთილი წიგნი. ავრორა ძალიან გგავს. ერთნაირად ჭკვიანები, კეთილები და ფიქრები ცავსები ხართ. ამ წიგნმა ჩვენი გლდანულა და მეორე корпуსი კიდევ უფრო შემაყვარა. თავისი ადამიანებიდან ზე ანბანში ბოლოასუა ვარსკვლავიცაში, ავრორა ზე корпуსში ცხოვრობს და ვარსკვლავს უყურებს. შენი საწოლიდანაც ხომ ჩანს ცა. ახლა ყველას გძინავთ მე დილის ყავის ბოლო ყლუპს ვსვამ, ვუსმენ if you are in the water
ფიქრობ ნიაკოზე, ნიკაზე და შენს ნათლიაზე, ჩემს მეგობარზე, ქეთიზე და მეტირება, ბედნიერება, მეგობრები ამ ქვეყანად. რა ვაჩურქოთ ნიაკოს და საბას მეთქი, ერთ დღესა აქვთ დაბადების დღე. ასეთი იყო ეს წიგნი, წაკითხული წიგნი, შვილისთვის წაკითხული წიგნი, რატომღაც ძალიან ვრცელი ვიდეოები გამომდის, მაგრამ ვერაფერი ვერ ამოვაკელი, რადგან პირადი მაგალითი მგონია, რომ ძალიან გადამდებად მოქმედებს, არა უშავს ლილეც დაბრუნდა დინარიდან და გაბრიელიც და უნდა დაგემშვიდობოთ. შემდეგი წიგნი, ლილე, ეს პატარა იყავი, შენ რომ წავიკითხე ეს წიგნი და მე და შენ წავიკითხოთ, ხო? ახლა მაღლა წაგიკითხავ. მოკლედ, დროებით გემშვიდობებით და იმედი მაქვს, რომ სრული აღგიძარით საკუთარი შვილებისთვის წიგნების წაკითხვისა და წიგნების ფურცლებზე წარწერების გაკეთებისა. აბა ჰე